სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის მედპერსონალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. მოძრავი ამბულატორიის საშუალებით კვალიფიციურ მედიკოსთა 12-კაციანმა ჯგუფმა 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება. ასევე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ეკოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფიაც. განხორციელდა 280 სამედიცინო ვიზიტი. საქველმოქმედო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. სამხედრო მედიცინის დღე საქართველოში 11 აგვისტოს აღინიშნება. დაბა მანგლისში გადაუწყდა ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო ღონისძიება. აგვესენჯა ომის ვეტერანები, ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გახდა და თქვენ თვითონ ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. თითოეულ სამხედრო ექიმს ამ დღესასწაულს ულოცავდა თითეული ის ადამიანი, ვინც ღირსეულად შეესწირა თავის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, მინდა რომ მოიხსენიოთ და მათ ოჯახებს ნუგეში მივაგოთ. დიდ მადლობას მოგეთით ყველას ვეტერანთა სამსახურს და ექიმებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან ვეტერანებს. არა მარტო ვეტერანებს, მოსახლეობასაც.